180 დღე ოკეანეში. Რამდენადაც წარმოუდგენლად და მისტიურად არ უნდა გეჩვენებოდეთ, ეს ჩემი ყოველდღიურობაა. მე ლუკა და დღეს გაჩვენებთ თუ როგორ ცხოვრობა მიდუმალებით და გამოწვევებით სავსე მოლივლივე ქალაქში. გლობალური ვაჭრობის 90% საზღვაო გზით ხორციელდება. ტანსაცმელი, ტექნიკა, საკვები, ავტომობილები და ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად ხედავთ, ერთხელ მაინც ყოფილა გემზე. დღეს მსოფლიოში თითქმის 2 მილიონი მეზღვაურია. მათ გარეშე მსოფლიო უბრალოდ გაჩერდება. ამ ადამიანებს შორის კი 20,000 ქართველი მეზღვაურია. უკიდეგანო ოკეანეში იზოლირებულად გატარებული თვეები. საყვარელი ადამიანებისგან 1000-ობით კილომეტრით შორს. მუდმივი საფრთხე და უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენ ყოველდღიურობას განსაზღვრავს. მაგრამ რა გზა გავიარე აქამდე? ცხოვრება, რომელიც თავდაუზო გავმა შრომამ მოიტანა. დისციპლინა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, საყვარელი საქმიანობა. და მაინც, რატომ ავირჩიე ეს გზა? ალბათ იმიტომ, რომ არასდროს ვუშინდებოდი ცხოვრებისეულ გამოწვევებს და ჩვეულებრივი ცხოვრება არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. საზღვაო აკადემიის წარმატებით დასრულების შემდეგ ცოდნის სწორად გამოყენების დრო დადგა. პირველივე გასაუბრება ერთ-ერთ პრესტიჟულ კომპანიაში წარმატებით გავიარე და ახტაცებას და სიხარულს თან მოჰყვა სიცარიელის გრძნობა, რომელიც მაიძულებდა საყვარელ ადამიანებთან ნახევარწლიან განშორებას. 11 მაისი. ფრენა ბათუმიდან სინგაპურში. სინგაპურში მთავარ ოფისს ვეწვიე, სადაც დეტალურად გავერკვიე კომპანიის პოლიტიკაში და სამომავლო გეგმებში. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე მკაცრად გამაფრთხილეს, რომ გემზე სასტიკად აკრძალულია ნებისმიერი სახის ფოტო-ვიდეო გადაღება და მათი სოციალურ ქსელებში განთავსება. რა თქმა უნდა დავითანხმე, მაგრამ პირობა ოფისშივე დავარღვია. იმავე საღამოს კი კაპიტნის თანხლებით გავეშურეთ სინგაპურის პორტში. ეს გიგანტური 200,000 ტონიანი კონტეინერმზიდია, 366 მეტრის სიგრძეში. მას ერთდროულად 14,800 კონტეინერის გადატანა შეუძლია. აქამდე ამ ხელაგემი არასდროს მენახა, რამაც ძალიან გამაკვირვა. აი მეგობრებო, ჩემი სახლი მინიმუმ 6 თვით 366 მეტრი სიგრძეში და სიგანეში დაახლოებით 60 მეტრი. პორტებში, მოკლედ როცა გვიწევს პორტის ვახტა, ეგრეთ წოდებული, თავისუფლად გავდივარ დღეში 15-16 კილომეტრს. ეს ხდებით ალბათ რამდენია, მაგრამ გემის ზომებიდან გამომდინარე ეს ნორმალურია. აი ესეც ჩემი მეგობრები, მეგზურები ამ 6 თვიანი თავგადასავლის. სამწუხაროდ ქართველი არავინ არ მყავს. ეკიპაჟი 27 კაცისგან შედგებოდა, მათ შორის კი მხოლოდ მე ვიყავი ქართველი. განსაკუთრებით რთული იყო პირველი დღეები. ახალ გარემოსთან ადაპტაცია და სამუშაო პროცესში ჩართვა. თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მეხმარებოდა კარგი საცხოვრებელი პირობები და სტაბილური კვება, რაც ყოველდღიურ რუტინას უფრო ორგანიზებულს და მართვაც ხდიდა. ესეც კი ჩემი მოგრძალებული კაბინა. ასე გამოიყურება. საკმაოდ კომფორტულია მიუხედავად პატარა სივრცისა. ყველანაირი საშუალება მაქვს რომ გავერთო, დავისვენო. დრო კარგად გავატარო, მით უმეტეს, როდესაც დამღლელი დღის შემდეგ მოდიხარ. საკმაოდ კარგია. ხეთს ნამდვილად ვერაფერს დაუწუნებ, მით უმეტეს ასეთ დინამიკურ სილამაზეს, რომელიც ყოველ დღე იცვლება, მე მგონი ვერსად ნახავთ. უდიდესი პრივილეგიაა, რომ ყოველდღე მზის ჩასვლა და ამოსვლა ნახო ამ ხედიდან, მით უმეტეს, როდესაც ყოველდღე დედამიწის სხვადასხვა წერტილში ხარ. ასე რომ ერთ-ერთი თერაპია და ანტიდეპრესანტი არის სწორედ ეს ხედი. პირველივე გადასვლა სინგაპურიდან ვალენსიაში 30 დღეს შეადგენდა.
წითელ ზღვაში დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე სუეცის არხით ვერ ვსარგებლობდით. ამიტომ იძულებულები ვიყავით სამხრეთ აფრიკის შემოვლით გაგვევლო გიბრალტარის სრუტეში. სუეცის არხის გამოყენების შეზღუდვამ მნიშვნელოვნად გაზარდა რეისის ხანგრძლივობა და ოპერატიული ხარჯები, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო რისკების მინიმიზაციის მიზნით. სინგაპურიდან ვალენსიამდე გადასვლა ჩემთვის მხოლოდ მარშრუტი არ ყოფილა. ეს იყო ადაპტაციის, სწავლის და პასუხისმგებლობის პერიოდი. ესეც ჩვენი სანავიგაციო ხიდურა, ადგილი სადაც თითოეულ ღილაკს შეუძლია ათასობით ტონიანი გემის ბედი გადაწყვიტოს, ამჟამად ვიმყოფებით ხუზაზე ველოდებით ვალენსიის პორტში შესვლას, ამიტომ სანამ დრო მაქვს გაგაცნობთ აქ არსებულ ხელსაწყობებს. მოკლედ აქ ხედავთ განგაშის მონიტორინგის ეკრანს, იგივე CAMS monitor, გვაძლევს ინფორმაციას ძრავის კომპონენტზე, მათ დატვირთვაზე, ამჟამინდელ მდგომარეობაზე, ბალასტის სისტემაზე და ასე შემდეგ. მეორე ეკრანზე კი გვაქვს გემზე არსებული კამერები, თუმცა ამჟამად განათებასაა ჩაწეული. აქ ხედავთ საჭის მექანიზმის და სახანძრო მილის, ასევე სხვა მნიშვნელოვან ღილაკებს. ეს კი არის ჩვენი მაღალი სიხშირის რადიოტელეფონი, გამოიყენება გემიდან გემზე ან გემიდან ხმელეთზე ხმოვანი კომუნიკაციისთვის. ეს არის ელექტრონული რუკა, ანუ ECDIS, ციფრულად გვაჩვენებს ჩვენ მარშრუტს, ნავიგაციურ საფრთხეს, სიღრმეებს, სიჩქარეს მიმართულებას, კოორდინატებს და ასე შემდეგ. ესეც კი ჩვენი S-band რადარი, 8-დან 15 სანტიმეტრიანი ტალღა აქვს და რხევის სიხშირე დაახლოებით 4 GHz-მდე, ECHO-ს იღებს შორი მანძილებიდან, ანუ გამოიყენება ის შორ მანძილებზე. ეს კი ჩვენი ტელეგრაფი, გაცემული ბრძანების შემდეგ ხდება ძრავის ბრუნების მომატება, დაკლება, წინსვლა ან უკუსვლა. გემის საჭე ამ ხელა გემისთვის ნამდვილად პატარაა, შეგვიძლია გადავწიოთ +-25 გრადუსით. მიცემული ბრძანება კი ზევით ინდიკატორზე ჩანს. ასევე აქ გვაქვს გემის მიმართულების ჩვენება, ძრავის ბრუნთა რაოდენობა, გემის გადახრის მაჩვენებელი, ქარის სიჩქარე და მიმართულება. ან conning display ასევე ინტეგრირებულია სხვადასხვა ინფორმაცია მასში. ეს კი ჩვენი Bridge Navigation Watch Alarm System, თუ მორიგე ოფიცერი 12 წუთის განმავლობაში არ გამოიყენებს, არც ერთ სანავიგაციო ხელსაწყოს და არ შეეხება მათ, ეს ატეხავს განგაშს, რომელიც რამდენიმე წამში მთელ გემზე და კაპინის კაიუტაშიც კი აჟღერდება. აქ კი გვაქვს მეორე ECDIS-ი და X-band რადარი, რომელიც გამოიყენება მოკლე მანძილისთვის უკეთესი გარჩევადობისთვის. ესეც ჩვენი GPS-ი. და პრინციპში მინდა რომ ამაზე უფრო დეტალურად მერე გესაუბროთ ცალკე ვიდეოში. აქეთ კი გვაქვს უკვე პოსტერები, რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოები, მანუალები, საჭრელი დაფა და აღნიშნული რაოდენობის life saving appliances, პირველადი დახმარება ასევე, რა თქმა უნდა, ცეცხლმაქრი, CO2, ნახშირორჯანგი. ესეც ჩვენი კლასიკური თერმომეტრი. გვაჩვენებს როგორც dry, მშრალ და სველ ტემპერატურას. მშრალი თერმომეტრი აჩვენებს ჰაერის რეალურ ტემპერატურას, როგორც ჩვეულებრივად ვთვლით, სველი კი არის ჰაერის ტენიანობის გასაზომი, რომლის გრძნობიარე ელემენტი, ანუ ვერცხლისწყლიანი ბურთი დაფარულია წყლით დასველებული ფითილით, რაც საშუალებას იძლევა ჰაერის მშრალ თერმომეტრთან შედარებით განისაზღვროს ფარდობითი ტენიანობა. ზევით განლაგებულია X-band რადარის ანტენა და S-band რადარის ანტენა, რომელიც დიდ გამოსხივებას იწვევს, ამიტომ ეხლა არავალ. კადრში ხედავთ ეგრეთ წოდებულ SART-ს, ძებნა გადარჩენის გადამცემს, გემის მიტოვების შემთხვევაში ვამაგრებთ სამაშველო კანჯოზე ან გასაბერნაოში მიგვაქვს და გააქტიურების შემდეგ ავტომატურად აისახება ახლოს მყოფი გემების X-band რადარზე ჩვენი პოზიცია. ასე გამოიყურება ჩვენი ხიდურა ღამით. ხუზე ჩაუშვით და ამიტომ თავისუფლებას ვაძლევ რომ ღამე გადავიღო, დიდად არაფერი არ ხდება. უბრალოდ გვიწევს მithოლყურება. ჩვენი ოფისი ღამით ყოველი პორტში შესვლის წინ ძალიან ბევრ ფორმალობასთან და დოკუმენტებთან გვაქვს საქმე, თანაც არ უნდა გაგეპაროს ერთი შეცდომა, მით უმეტეს, როცა ჩინეთში შევდივართ, ძალიან კაცრი კონტროლია. ასე რომ მიუხედავად გადაღლილობისა, მაინც დიდი ყურადღებით უნდა შეუდგე საქმეს. Attention all crew, attention all crew.
This is emergency drill. I repeat, this is emergency drill. All crew members, please proceed to your designated master station. პირველივე დღეებიდან დაიწყო ინტენსიური ტრენინგები, პროცედურები, რამაც დამარწმუნა, რომ ზღვაზე შეცდომის ადგილი არ არსებობს. ტრენინგები ანუ დრილები ტარდებოდა საერთაშორისო კონვენცია SOLAS-ის მიხედვით. მალტას დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის კი კიდევ უფრო მოკლე პერიოდში გვიწევდა დრილების ჩატარება. მაგალითად, გემის მიტოვების სცენარს ყოველ 2 კვირაში გავდიოდით. ცეცხლის ტრენინგები კი ყოველ კვირეულად გვიტარდებოდა. ესეც ჩვენი ლაიფბოუთი, იგივე სამაშველო კანჯო, სამაშველო მალი. დღეს განვახორციელებთ მის ინსპექციას, თუ რა არის შიგნით, რა რაოდენობით გვაქვს და რამდენად შეესაბამება საერთაშორისო კონვენციებით გადგენილ მოთხოვნებს. მეგობრებო, მოკლედ ასე გამოიყურება სამაშველო კანჯო. ეხლა ვნახოთ თუ რა გვაქვს ჩვენს ლაიფბოუთში. დავიწყებ ინვენტორი ბოქსით, სადაც გვაქვს მოცემული გარკვეული ნივთები სხვადასხვა სიტუაციებისთვის. ესე ჩვენ ინვენტორი ბოქსი, ნაწილი უკვე შევამოწმე, მაგალითად აი პირველადი დახმარების ჩანთა, thermal protective aids 4 ცალი გვაქვს სულ ასეთი. იმედია არასოს არ დაგჭირდება, მაგრამ ინსტრუქციას გვაქვს მოცემული თუ როგორ უნდა ჩავიცვათ და წყალში მაგალითად, როდესაც ტემპერატურას დავკარგავთ, ეს დაგვეხმარება, რომ შეუნარჩუნოთ ორგანიზმს ის ტემპერატურა, რაც იმ მომენტში გვაქვს. ესეც survival craft distress signals, ანუ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ დაგჭირდეს მაგალითად ახლოს ყოფილი დახმარებისთვის გამოგზავნილი გემების ყურადღების მიქცევა, გამოვიყენებთ აქ სხვადასხვა მოწყობილობები გვაქვს. ყველაფერს მოკლედ თავისი ინსტრუქცია აქვს. ეს არის ერთგვარი პარაშუტი, რო ვთქვათ, გაუშვებთ და რა თქმა უნდა ახლოს ყოფილი გემები ან ვენფრენები დაგვინახავენ. შიგნით ასევე გვაქვს წყალი თითოეულ პერსონაზე, გათვლილია რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს 3 ლიტრი წყალი და 10000 კილოჯოულის საჭმელი. მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს ერთ დღეში. რაც უფრო გონივრულად და ეკონომიურად გამოვიყენებთ გადაუდვებელ სიტუაციებში, მით უფრო მეტია ჩვენი გადარჩენის შანსი. კიდევაც მოცემული გვაქვს, რომ რეკომენდაცია 24 საათში 500 მილზე მეტი არ მივიღოთ. ესეც ჩვენი საკვები რაციონი, სულ გვაქვს 32 ცალი თითოეულ კანჯოში. კონკრეტული შეიცავს 10215 კილოჯოულს ერთი პორცია, რაც ერთი ადამიანის ნორმაა მოთხოვნების თანახმად. მოკლედ ყველა ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რაც საჭიროა გადარჩენისთვის. ასევე გვაქვს ხელსაწყობების ყუთი, შეიძლება ეს საჭმელი გაგვითავდეს ადრე თუ გვიან, ამიტომ გვაქვს სათევზაო მოწყობილობები. კი ჩვენი წამლები, გულისრევის საწინააღმდეგო აბები, წვიმის შესაგროვებელი, ასე ვთქვათ, ჩანთა. მოკლედ მეგობრებო, შეძლებს დაგვარად გაჩვენეთ ყველა ის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ნივთები და მოწყობილობები, რომლებიც გვაქვს სამაშველო კანჯოში. შეიძლება ეს ყველაფერი ზედმეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა საქმე სიცოცხლეს ეხება, უმჯობესია რომ კონვენციებს დავემორჩილოთ და ყველაფერი გქონდეს შესაბამისობაში. ზოგადად რაც არ უნდა გამართული და ახალი გემი ყავდეს და როგორი კომპეტენტური ეკიპაჟიც არ უნდა იპოვებოდეს გემზე, მაინც საფრთხე ყოველ წამს არსებობს, ვინაიდან მუდმივად ვართ სვლაზე, მუდმივად არის იმის საფრთხე, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს, ამიტომ გემზე უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და უსაფრთხოება რა თქმა უნდა გამომდინარეობს სხვადასხვა წესებიდან და კონვენციებიდან, რომლებსაც უნდა დავემორჩილოთ. სანავიგაციო განყოფილება 6 ადამიანისგან შედგებოდა. კადეტი, მესამე ოფიცერი, 2 მეორე ოფიცერი, კაპიტნის თანაშემწე და კაპიტანი. გუნდი, რომელიც დღე და ღამე პასუხისმგებელი იყო გემის მართვაზე, ნავიგაციაზე და თითოეული გადაწყვეტილების სიზუსტეზე. მოდი გაგაცნობთ ჩემი დღის განრიგს. დილის 4-დან 8-მდე სანავიგაციო ხიდურაზე ვახტის წარმოება, შემდეგ 9-დან 12-მდე საგემბანო სამუშაოები,
აი მეგობრებო, ესეც ჩემი ყოველდღიური შუა დღის ვარჯიში, ერთ-ერთი ყველაზე შემომადგენელი და მოსაწყენი საქმე, რაც მიწევს რომ ვაკეთებ ყოველდღიურად არის აი ასეთი კონტეინერების, ანუ რიფერების ტემპერატურის მონიტორინგი. მოგეხსენებათ, გემზე გვაქვს დაახლოებით 15000 კონტეინერი. კონკრეტულად მე მიწევს დაახლოებით 200 კონტეინერის შემოწმება, იმიტომ რომ აცივრიანი კონტეინერები ზოგადად იშვიათია გემზე. ამიტომ დღეში 1 საათი მაინც ჭირდება ხოლმე რომ შევამოწმო ქართულ პოდკასტებს უსმენ ხოლმე და თანამშრომელი სხვათა შორის. ყოველდღიურად მიწევდა მაცივრიანი კონტეინერების ტემპერატურის მონიტორინგი. ასევე ჩემი ძირითადი მოვალეობა იყო ცეცხლსაწინააღმდეგო სისტემების და სამაშველო მოწყობილობების რეგულარული შემოწმება. საღამოს 4-დან 8-მდე კი მეორე სანავიგაციო ვახტი. DMA CGM-სგან დოლა outbound vessel passing Omega Blues. CMA CGM Scandola first port Copisa. Thanks for your report. Good watch. See you next time. საღამოს ვახტის დასრულებას მოუთმენლად ველოდი და ვახტის გადაბარების შემდეგ მივდიოდი ფიტნესში. ეს იყო ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებად მიწევდა ფიქრი და თავს შესანიშნავად გრძნობდი. ესეც ჩვენი კალათბურთის სათამაშო მოედანი, რომლის გაკეთებაში მონაწილეობა მისცემენ. ყოველდღიურად სიმდიდრეებია ფილიპინელები ძირითადად თამაშობენ, დღეს კიდევ შემოუერთდი და ნახოთ როგორ ვასახელებ საქართველოს. კვება გემზე მართლაც შესანიშნავი იყო. უმაღლესი ხარისხის პროდუქტები, კარგი მზარეულები და მრავალფეროვანი საკვები. ძირითადი კვება დღეში 3ჯერ იყო. დამატებით კი სურვილისამებრ შეგეძლო სამზარეულოში წაგიხენსა. ასევე ჰქონდა პატარა მაღაზია, სადაც სნექები და მოვლის საშუალებები იყიდებოდა. აი მეგობრებო, ესეც ჩვენი სათბური, ასე გამოიყურება. აქ იზრდება კომბოსტო, ლობიო და სხვადასხვა სახის მარცვლეულები. ნუ სატესტო ვერსია ჯერჯერობით ხომ ნახოთ როგორ მოსავალს მოიტანს, მაგრამ ეხლა რაც ვაკვირდები, ეს 1-2 თვე საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება და იმედია გემოც ისეთივე იქნება, რაც თავარია 100%-ით ნატურალურია. აქ გვაქვს ასეთი ტაბლეტები, მოწყობილობები, სადაც ტემპერატურა, წყალი, ყველაფერი ავტომატურად მიეწოდება. გემზე ჰქონდა სრულად აღჭურვილი ჰოსპიტალი, ყველა საჭირო მედიკამენტით და სამედიცინო საშუალებით, რაც ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლოა გამოგვეყენებინა. კარგია, რომ ამ 6 თვეში ეს არ დაგვჭირვებია, თუმცა მაქსიმალურად გავეცანი და შევისწავლე თითოეული მათგანის დანიშნულება და გამოყენების წესები. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჰობი, რომელიც ძალიან მეხმარება დროის გაყვანაში და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში, ვიდეოს გადაღება და მონტაჟი. რა თქმა უნდა, უალკოჰოლო ლუდი, ვარჯიშის შემდეგ ჩამოვედი და ეხლა ხამის 2 საათია დაახლოებით. დილით 7-ზე უნდა გავიღვიძო მაინც. პირჩევნია, რომ გარკვეული დრო დაუთმო იმას, რაც რეალურად მიყვარს და რაც მაბედნიერებს. უკან კი ასეთი მშვენიერი ხედი მაქვს. სრულმზად ყოფნაში ვარ. დღეს გვაქვს ფილმის პრემიერა Back in Action. პირველად და სხვათა შორის, როცა ამ 2 თვის განმავლობაში საერთო, ასე ვთქვათ, ფილმის ჩვენება გვაქვს. გამებით ვალენსიის პორტიდან, ეს არის ჩემი პირველი პორტის ვიზიტი. ხედავთ, მიმდინარეობს ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები და სავარაუდოდ 2-3 დღე მოგვიწევს ამ პორტში დარჩენა. შემდეგ უკვე ბარსელონაში, მარსელში და მალტაში გვაქვს მარშრუტი. ის შემდეგადაც ერთვიანი გადასვლა მოგვიწევს ჩინეთში. ამ ყველა პროცესს რა თქმა უნდა დროდადრო გაჩვენებთ. რაც შეეხება ჩემს მოვალეობას, სანავიგაციო ხიდურაზე არანაირი აქტივობა არ მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ამიტომ არ საჭიროებს ოფიცრების და კადეტის იქ ყოფნა. შესაბამისად გვიწევს port watch ეგრეთ წოდებული, ჩვეულებრივად 4 საათით კონტროლი, მონიტორინგი ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს. ვამოვწევთ ყველაფერი სწორად მიმდინარეობს თუ არა, რამდენად უსაფრთხო და
სათვითო გადმოწყვეტის ოპერაციები და ასე შემდეგ. აგვისტო ჩინეთი ნანშა დილის 7 საათია ეხა და გავდივარ საპორტე ოპერაციები მიმდინარეობს და უნდა ვაწარმო პორტის ვახტა. დანარჩენს გაჩვენებთ ვიდეოში. ის უზარმაზარი ხიდი. კადრშიც კი არ ეტევა. ეს კი სატვირთო ოპერაციების დასაწყისი. ხამის 12 საათია და ასე მიმდინარეობს ყველაფერი. აი ახლა რასაც ხედავთ ეს კონტეინერები არის რომელიც გარედან ჩანს. ეს კი ტრიუმფში არსებული სივრცე პატარა ქალაქია მოკლედ. ამაზესი ადგილია, თუმცა ძალიან გადატვირთული გრაფიკი. They are remote controlled or how, what is that? I don't know. Forward, you have 2.2 type. აუცილებლად მოკლედ არც მწვოლი ზრავი არაფერი პატარებზე შეუძლებლად მუშაობს დისტანციურად. ძალიან ბევრი წიდან ასოცირდება თუნდაც ყოველდღიური რუტინული მონიტორინგი განსაკუთრებით პორტში. ხედავთ ეხლა მიმდინარეობს ტვირთის დაცვა სათვითოდან და მოგეხსენებათ ეცნობის უფლება ნამდვილად არ გაქვს. კიბეებზე მუდმივად ასვლა ჩამოსვლა, თუმცა დიდი ყურადღებაა საჭირო, რადგან პატარა შეცდომაც კი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ეს კი ჩვეულებრივი პროცესი, კონტეინერის დაცვა სატვირთო ტრიუმფიდან. ეს ჩვენი საგრადა ფამილია. ერთფეროვანი დღეებისა და ერთი და იგივე სახეების შემდეგ ახალი ქალაქის ქუჩებში გასეირნება თავისუფლების განსაკუთრებულ შეგრძნებას გაძლევს. ამ 6 თვის განმავლობაში მოვინახულე ვალენსია, ბარსელონა, მალტა, შრი-ლანკა, სამხრეთ კორეა და ჩინეთის რამდენიმე ქალაქი. The thing is, I have like 1,000 places like this in my country. It's just good after shift. ზუსტად 6 თვისა და რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიისგან ფრენის დეტალები მივიღე. და აი ეს ნანატრი დღეც 6 თვის და რამდენიმე დღის შემდეგ მივდივარ სახლში. დაუჯერებელია უბრალოდ. ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ თუ რა სირთულე გადავლახე, რამდენად შევიცვალე ამ 6 თვეში და რამდენად ვაჯობე საკუთარ მიზეზებს, საკუთარ შიშებს და მოლოდინებსაც კი გადავაჭარბე ასე ვიტყოდი. ოთახი მზადაა, შემდეგი ეკიპაჟის წევრისთვის მაქსიმალურად შევეცადე. მადლობა თქვენ რომ ჩემთან ერთად იყავით ეს 6 თვის განმავლობაში და ნახოთ რა იქნება შემდეგი. მე გადმოვცურავს ყვას ნუ დაუჯერებს ყვას რომ მე არ მოვალ მე შენთან მოვალ დავრუნდები მე შენთან მოვალ დავრუნდები Vermisse dich. Ich möchte wieder bei dir sein. Dein Lächeln bringt mich um. Ohne dich sein heißt alleine sein.
მე გადმოვცურავ სხვას ნუ დაუჯერებ სხვას რომ მე არ მოვა მე შენთან მოვალ ბრუნდები მე შენთან მოვალ ბრუნდები Deine Liebe ist so შენთან მოვალ ბრუნდები მე შენთან მოვალ nur mit dir. მე შენთან მოვალ